Თელი მსოფლიოს ყურადღება მეზობელი თურქეთისკენაა მიმართული. იქ დღეს უნდა გაიმართოს შეხვედრა, რომლის სამზადისით სასწრაფო წესით 9 მაისს დაიწყო. აქ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. არიან ამერიკელები, ტრამპი აქ მისი ყველა ჰიპოსტაზითაა წარმოდგენილი. მარკო რუბიო პარტიულ და სახელმწიფო ისტებლიშმენტს წარმოადგენს. სტივ ვიტკოფი ტრამპის მოლაპარაკებათა ბიზნეს ინსტინქტებს, კი კელოგი კი წმინდა სამხედრო ხედვას. ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ჩავიდა თურქეთში და აცხადებს, რომ მზადაა პირადად შეხვდეს პუტინს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. პუტინი სტამბოლში არ ჩადის, მაგრამ მან იქ დელეგაცია გაგზავნა სპეციფიკური და მრავლისმთქმელი შემადგენლობით. თავისთავად ფაქტი, რომ პუტინი თურქეთში არ ჩავიდა, უკვე სიგნალია, სიგნალი, რომელიც ევროპელ ლიდერთა ბრალდებას ამყარებს. რუსეთის მართვას ომის სწრაფად დასრულება არ უნდა, პირიქით უნდა მოლაპარაკებათა პროცესი მისთვის სასარგებლო ჩიხში შეიყვანოსო. ეს ბრალდება კრემლის მიმართ უკვე კვირებია ვაშინგტონიდანაც ისმის და მისი გაფანტვა პუტინს სწორედ ამ მოლაპარაკებებში პირადად მონაწილეობით შეეძლო. კრემლის დელეგაციას ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს, რუსეთის კულტურის ყოფილი მინისტრი და პუტინის მრჩეველი. მისი ფიგურა იმას გვეუბნება, თუ რა ამოცანები აქვს პუტინს ამ მოლაპარაკებებში. ეს ვერ იქნება საქმიანი საუბარი, ეს ვერ იქნება თუნდაც ძალიან ბინძური და უხეში, მაგრამ ფაქტებზე დამყარებული დისკუსია. პუტინს ფაქტები და მოცემულობები კვლავ არ აინტერესებს. ის კვლავ დამახინჯებული ისტორიის ტყვეობაშია, რომლის ჩარხიც მან უნდა შემოატრიალოს. მედინსკი პუტინის გარემოცვაში, რომელიც ძირითადად ოლიგარქებითა და სილავიკებითაა დაკომპლექტებული, გამართულად წერა-კითხვის მცოდნე იდეოლოგიურ საკითხებზე, ისტორიასა და კულტურაზე მომუშავე კადრად ითვლება. მე რა რომ მისი ყველა დისერტაცია პლაგიატშია ბრალდებული და ეს ბრალდებები დამტკიცებულია. პუტინის ცნობილი მიმართვა, რომელთაც უკრაინაში ომის დაწყება გამოაცხადა, სწორედ მედინსკის დაწერილს გავს. ყოველ შემთხვევაში მისი ვრცელი პასაჟები ისტორიის შესახებ. პუტინი მაშინ ამტკიცებდა, რომ უკრაინის სახელმწიფო ხელოვნურად გამოგონილია, უკრაინული იდენტობა არ არსებობს, რომ ის ვლადიმირ ლენინმა შექმნა, ვლადიმირ ილიას და ლენინის სახელობის სახელმწიფო, ასე თქვა მაშინ. თურმე ამას ბრძენი იოსებ სტალინი ეწინააღმდეგებოდა, რომ არ ყოფილიყო საბჭოთა რესპუბლიკები და ყველა ხალხი ერთად შეყრილიყო რუსულ იმპერიაში. არც საბჭოთა კავშირის დაშლა იქნებოდა და არც ამდენი დამოუკიდებელი სახელმწიფო გაჩნდებოდა. ბოლო 15 წელია მედინსკის ამოცანა სწორედ ამგვარი ხედვების დანერგვა იყო. ამაზე მუშაობდა ის კულტურის სამინისტროშიც. რუსეთის არსებობის ყველა პერიოდი ერთქვაფში უნდა ჩაყრილიყო და იქიდან ერთი ვერსია ჩამოექნა, სადაც იმპერია, საბჭოთა კავშირი და ფედერაცია სულიერადაა ერთმანეთზე გადარწყმული და ტრადიციულ ღირებულებათა ლამის უკანასკნელი მცველია თანამედროვე სამყაროში. მედინსკის დაახლოებით ისეთივე როლი აქვს პუტინის კარზე, როგორც ანდრეი ჟდანოვს ჰქონდა სტალინის გარემოცვაში, როგორც თავის დროზე ჟდანოვშჩინამ მორიგჯერზე გადააუთოვა კულტურისა და შემოქმედების სფეროები და ფორმალიზმში ყველას დასდო ბრალი კომპოზიტორი შოსტაკოვიჩიდან პოეტ ახმატოვამდე, სწორედ ასევე მოიქცა მედინსკიც ამჯერად ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ყველა სფეროდან გამოდევნის ამოცანით, მან წმენდა კულტურის ყველა ნაწილში მოაწყო. მედინსკის ომის დასასრულებელ მოლაპარაკებებში წარგზავნა გვეუბნება, რომ პუტინს მიუხედავად იმისა, რომ მისმა თავდაპირველმა გეგმამ სრული ფიასკო განიცადა და უკრაინა დღეს კბილებამდე შეერაღებული ანტირუსული ნათელი ეროვნული იდენტობის მქონე სახელმწიფოა, ამ გეგმაზე უარი არ უთქვამს. როგორც დონალდ ტრამპმა სწორად შენიშნა, ის ზედმეტად გართულია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების ზეიმით, ამ გამარჯვების საკუთარ თავზე პროეცირებით. ასე დროს კი საქმიანი საუბრები ან არ გამოდის, ან დიდად წარმატებული ვერაა.